გამარჯობათ ბავშვებო, მე დაჩი მასწავლებელი ვარ. ჩვენ მესამე კლასში უკვე მერვე გაკვეთილი გვაქვს. წინა გაკვეთილზე ჩვენ ამოცანის ამოხსნის ძალიან მაგარი მეთოდი ვნახეთ. თუ ამ გადაცემისთვის არ გიყურებიათ, გირჩევთ რომ უყუროთ. ჩვენ ცხრილის მეთოდით ძალიან მარტივად ამოხსენით ურთულესი ამოცანა. დღეს მე მინდა გესაუბროთ მათემატიკურ ნიშანზე, რომელიც ძალიან გავს მიმატების ნიშანს. მიხვდით რას გულისხმობ? დიახ, გამრავლების ნიშანზე მინდა გესაუბროთ. გამრავლების ნიშანი ვიზუალურად შესახედათაც გავს მიმატების ნიშანს და შინაარსითაც ძალიან გავს ეს ორი რამ ერთმანეთს. მოდი მე ერთი ასეთი რამ მინდა გაჩვენოთ. ნახეთ, ჩემ მოსწავლეებს მომზადე ფურცელზე დაუწერე დავალებები. მაგრამ ბევრი მოსწავლე მყავს და ასეთი დავალებების დაწერა მომიწევს ყველასთვის. ცოტა რთულია, ხო? დიდ დროს მოითხოვს. მაგრამ არსებობს უფრო მარტივი გამოსავალიც. შეიძლება ხსმენიათ, გინახავთ, შეიძლება თქვენს გადაგიღიათ ქსეროქსზე ასლები. აი ასეთი აპარატი არსებობს, ქსეროქსის აპარატი, რომელიც ასლებს ამრავლებს. ასე აიღებენ ფურცელს, დაადებენ ზემოდან, შემდეგ აი ამ ღილაკებით აკრეფენ რამდენი ცალი უნდათ რომ მიიღონ, მაგალითად 5-იანი და 4-იანი დააჭერენ და 54 ცალი ასლი გამოვა და შემდეგ აი ამ ღილაკს დააჭერენ ხელს და მიიღებენ აი ნახეთ უკვე გაბევრებულ, გამრავლებულ აი ასეთ ფურცლებს. ჩვენი ქსეროქსის აპარატი ამრავლებს ფურცლებს და წვალება აღარ არის საჭირო შემდეგ ხელით რომ წეროთ ასე ყველასთვის. გამრავლების ნიშანი მე როგორც გითხარით, ძალიან გავს მიმატების ნიშანს. უბრალოდ ცოტა ამოყირავებულია. ესეთი მხიარული გამრავლების ნიშანი ყავს ჩვენ აქ. გამრავლების ნიშანს აი ასეთნაირად წერენ და ხშირად უფრო მარტივად უბრალოდ წერტილს დასვავენ ხოლმე. ისე სიმართლე რო ვთქვათ, აი აქ, აი ამ ღილაკს შეხედეთ ესეთი 4 კუთხედი და ხაზი აქვს. ჩემი ნება რო იყოს, მე მანდ გამრავლების ნიშანს დავახატავდი, იმიტომ რომ ეს აპარატი ამრავლებს და ამიტომ მე მგონი უფრო უბჯობესი იქნებოდა აქ გამრავლების ნიშანი იყოს. მეთანხმებით? კარგი. დაუბრუნდეთ ჩვენს გამრავლების ნიშანს. რას აკეთებს ჩვენი გამრავლება? ეს უკვე ვიცით, ქონდა გასამრავლებელი ფურცელი და მაგალითად თუ გვინდა რომ 5 ცალი ასეთი 5 ბავშვს დაურიგოთ და 5-ზე გავამრავლოთ, დავწერეთ ნიშანი, გავამრავლეთ 5-ზე და მივიღეთ გამრავლებული ფურცლები. ესე იგი, ჩვენ გასამრავლებელი ფურცელი გავამრავლეთ 5-ზე და მივიღეთ 5 ფურცელი. ხომ შეიძლება ფურცლის მაგივრად იყოს მაგალითად მარწყვი, 3 ცალი მარწყვი. 3 ცალი მარწყვი არის გასამრავლებელი. აი ეს მარწყვები უნდა გავამრავლოთ ჩვენ 4-ზე. ესე იგი ნახეთ რა მივიღეთ 1 სამეული, მეორე სამეული, მესამე და მეოთხე გამრავლებული მარწყვები მივიღეთ აი აქ. მოდი ახლა აი ამ ნამრავლს მე ჩავწერ ჯამის სახით. მე მაქვს 3 მარწყვი, კიდევ 3 მარწყვი, დავუმატოთ 3, კიდევ 3 და მეოთხე სამეული. სულ 12. აი, წეღარო გეუბნებოდით, გამრავლება ნახეთ, შესახედათაც გავს მიმატების ნიშანს და შინაარსობრივათაც ძალიან გავს. ხედავთ, გამრავლების ნიშანი აბევრებს, ამრავლებს, უმატებს ერთნაირ შესაკრებებს ერთმანეთს. კარგით, მოდი ახლა ეს ყველაფერი უკვე დავანებოთ თავი მარწყვებს და ფურცლებს და ეს ყველაფერი უკვე რიცხვებზე გადავიტანოთ. 3 მინდა რომ გავამრავლო 4-ზე. პასუხი რომ 12-ია, ეს უკვე ვიცით. ამ რიცხვებს მოკლედ ეძახიან თანამამრავლებს. პირველი თანამამრავლი, აი ეს გასამრავლებელი რიცხვი რომელიც იყო და მეორე თანამამრავლი. ადრე სამრავლს და მამრავლს ეძახდნენ, მაგრამ ახლა უკვე გავამარტივეთ საქმე და ასე ვეძახით. პირველი თანამამრავლი, მეორე თანამამრავლი. შედეგს
რაც ჩვენ მივიღეთ, ამას ნამრავლი ქვია. ქვემოთ ჩაწერილი გვაქვს ჯამის სახით. 3-ს დამატებული 3, კიდევ 3, მეოთხე 3-იანი და გამოგვივიდა 12. ძალიან კარგი. ახლა მოიმარჯვეთ კალამი, ფურცელი და ერთი დავალება თქვენ შეასრულეთ. პირველი თანამამრავლი არის 2, მეორე თანამამრავლი არის 5, 2 არის გასამრავლებელი რიცხვი. ნუ იჩქარებთ ნამრავლის დაწერას. ჯერ ქვემოთ ჩაწერეთ ჯამის სახით. 2-ს დამატებული 2, დამატებული აი ასე ჩამოწერეთ. შეკრიბეთ და შემდეგ დაწერეთ ნამრავლი. არ იჩქაროთ, იმუშავეთ. მე დაგელოდებით. მიხვდით ხო რა უნდა გააკეთოთ? ესე იგი, ნამრავლი ჯერ ჩავწეროთ ჯამის სახით. მიუმატოთ ერთმანეთს. დავწეროთ პასუხი და შემდეგ დავაფიქსიროთ ჩვენი მიღებული პასუხი ნამრავლში. მზად ხართ რომ ვნახოთ რა მივიღეთ? აბა ვნახოთ. აი ასე, ნამრავლი ნამდვილად 10-ია. 2-ს დამატებული 2, დამატებული 2, კიდევ 2, მეხუთე 2-იანი და გამოგვივიდა 10. ხო, ახლა ერთი საინტერესო რამ უნდა გითხრათ. აი ნახეთ როგორი ჩაფიქრებულია ჩვენი ბიჭი. იცით რატომ არის ესე ჩაფიქრებული? შეიძლება თქვენც გაგიკვირდეთ და შეხვდეთ სადმე რომელიმე წიგნში ასეთ ჩანაწერს. ისევ ავიღოთ ეს ჩვენი 2 გამრავლებული 5-ზე და შეიძლება თქვენ იხილოთ ასეთი რამ. აქაც შედეგი იგივე იქნება. 5 დამატებული 5 აქაც 10-ია, ხო მართალია. შედეგი არ შეიცვლება. უბრალოდ ასეთი ჩანაწერის დროს მაშინ ჩვენ ცოტა სხვანაირად უნდა ვისაუბროთ. უნდა ვთქვათ, რომ ორჯერ ავიღოთ 5. ერთი 5 და მერე მეორე 5. პრინციპში აქაც შედეგს იგივეს ვიღებთ. უბრალოდ მე პირველი ვარიანტი უფრო მომწონს. აი ქსეროქს რომ უკავშირდება. უფრო გასაგები რომ იყოს, რას ვამბობ ახლა მე? აი ამ კვერცხებს დავაკვირდეთ, რომელიც აი აქ 15 ცალია. ნახეთ, რა მნიშვნელობა აქვს როგორ დავითვლი. ასე რომ დავთვალო 3, კიდევ 3, კიდევ 3, მეოთხე 3, მეხუთე 3-ეული. 3-ს დამატებული 3, დამატებული 3, კიდევ 3 და მეხუთე 3. კი ბატონო, გამოვა 15. მაგრამ ასე რომ დავთვალო 5, 5, 5, აქაც ხო 15 გამოვა. 5-ს დამატებული 5, დამატებული 5. ესე იგი, აი დასკვნა აქედან გამოვიტანოთ ახლა ჩვენ ამ ჩანაწერს როგორ ჩავწერთ? შედეგი მაინც 15 იქნება. არა აქვს მნიშვნელობა როგორ ჩავწერთ ჯამის სახით. უბრალოდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ. მე მომწონს რომ 3 ავიღოთ 5-ჯერ, გასამრავლებელი რიცხვი ავიღოთ იმდენჯერ, რამდენიც აი აქ მეორე თანამამრავლში გვიწერია. კარგით. დავანებოთ ამას თავი და გადავიდეთ აი ასეთ ცხრილზე, რომელიც მე მინდა რომ თქვენთვის გააკეთოთ. ფურცელზე დახაზეთ აი ასეთი ცხრილი, უჯრიან ფურცელზე უკეთესია, იმიტომ რომ უფრო ლამაზი გამოგივათ. აქ ხედავთ რომ 10-ები წერია. ახლა არ დახაზოთ ოღონდ. გადაცემის შემდეგ დახაზეთ. 10-ები წერია, ხედავთ ხომ? მაგრამ ჩვენ გვჭირდება 11 სვეტი და 11 სტრიქონი. იმიტომ რომ პირველი სტრიქონი და პირველი სვეტი დაკავებულია უკვე. შიგნით აი აქ გვინდა 10 სვეტი და 10 სტრიქონი. აი ასე დიაგონალზე რატომ არის ეს წითელი წრეები? ამას მე ახლავე გეტყვით. ახლა ნახეთ. მაგალითად, ჩვენ გვაინტერესებს რამდენია 6 გამრავლებული 3-ზე. ნახეთ სად ხვდებიან ესენი ერთმანეთს 6 და 3. 6 გამრავლებული 3-ზე. 6 აღებული 3-ჯერ. 6 აღებული 3-ჯერ შესაკრებად. 12 და 18. აი სად უნდა დაიწეროს მათი ნამრავლი. წავშლი ამას, ეს არ გვინდა. ასე. ასე. მაგრამ ყურადღება მიაქციეთ ცხრილს.
აი ამ წითელი რგოლების მეორე მხარეს იქაც არის 6-ის და 3-ის ნამრავლი. იქაც ხვდებიან 6 და 3 ერთმანეთს. შეხედეთ, აი 3-იანი და აი 6-იანი. ნახეთ, სად ხვდებიან ერთმანეთს. ესე იგი, ორ-ორჯერ გვაქვს, ხომ? 6-ის და 3-ის ნამრავლი. აი ამ წითელი რგოლების ზემოთაც იყო და ქვემოთაც არის. ამას ანგარიში აღარ უნდა, უკვე ვიცით 18-ია. ამიტომ აქ ჩავწერმე 18-ს. ნებისმიერი უჯრა, რომელიც აი აქ არის, შეგვიძლია შევავსოთ ჩვენ აი ამ წესის მიხედვით. მოდი ერთი კიდევ გავაკეთოთ. მაგალითად ავიღოთ რომელი, აი ეს უჯრა იყოს. ვნახოთ რისი და რისი ნამრავლია. 7-ის, ნახეთ, 7-იანი მოდის აქ, აბა ზევიდან ვინ მოდის? ზევიდან 4-იანი მოდის. ვნახოთ რა უნდა ეწეროს მან. 7 ავიღოთ 4-ჯერ. 7 დამატებული 7, დამატებული 7 და კიდევ 7. 7 და 7 14, 14 და 7 21, 21 და 7 28. ესე იგი აქ უნდა ეწეროს 28. მაგრამ თუ წითელი რგოლების ქვემოთ არის 28, ზემოთაც იქნება სადღაც. აბა ვნახოთ სად, აი 4-იანი, მოდის 4-იანი, მოდის, აი ზემოდან 7-იანი, აი სად უნდა იყოს, კიდევ ერთი 28. ესეც ასე. ამ წესით თქვენ შეავსეთ მთელი ცხრილი. უბრალოდ ჩემი თხოვნა იქნება, რომ ცხრილის შევსება დაიწყოთ დიაგონალით. აი ამ წითელი რგოლებით. ამითი დაიწყეთ შევსება. ამ დიაგონალზე ერთმანეთს ხვდებიან ერთმანეთის ტოლი რიცხვები. ნახეთ, ნებისმიერი ავიღოთ. მაგალითად, აი ეს 4 და 4 ხვდებიან აქ ერთმანეთს. აი ეს ავიღოთ 8 და 8 ხვდებიან ერთმანეთს. ერთმანეთის ტოლი რიცხვები. ჯერ დიაგონალი შეავსეთ, თქვენი დაფა გაგეყოფათ 2 ნაწილად და შემდეგ იცით უკვე რაც უნდა გააკეთოთ. ერთ-ერთ უჯრას აარჩევთ, იანგარიშებთ, ჩაწერთ იქ რიცხვს და შემდეგ მეორე მხარეს დაიწყებთ იგივე რიცხვის ძებნას, რომ ბევრი არ იწვალოთ. ახლა საბოლოო ჯამში ნახეთ როგორი იქნება თქვენი ცხრილი. აი ასეთი შევსებული. ეს ცხრილი დაიდეთ თქვენს მაგიდაზე და როცა კი დაგჭირდებათ, ჩაიხედეთ შიგნით. მაგალითად, თუ დაგჭირდათ სადმე შეხვდათ ასეთი მაგალითი. 7 გამრავლებული 3-ზე. რამდენია? ადექით და მოძებნეთ თქვენს ცხრილში თუ არ გახსოვთ ზეპირად. 7 ზემოდან 3 გვერდიდან. სად ხვდებიან ერთმანეთს? აი ამ უჯრაში. 21 ყოფილა. დავწეროთ 21. კიდევ სხვა ავიღოთ, მაგალითად, რამდენია 8-ჯერ 8. მოძებნოთ. 8 ზემოდან მოდის, 8 გვერდიდან მოდის, აი სად შეხვდნენ ერთმანეთს. 64 ყოფილა. ეს ცხრილი ძალიან გამოგადგებათ. თქვენ ხელა რო ვიყავი, მეუბნებოდნენ რომ ღამე რო გაგაღვიძო, ზეპირად უნდა იცოდე ეს ცხრილი. ვერ ვიგებდი, ან ღამე რას მაღვიძებდნენ, დილით ვერ გკითხავდნენ, ან საერთოდ ზეპირად რატო უნდა მესწავლა. თხოვნა მექნება, არაფერი არ დაიზეპიროთ ასეთი. დაიდეთ წინ, როცა დაგჭირდებათ, ჩაიხედეთ და ბევრჯერ რო გააკეთებთ, თავისით დაგამახსოვრდებათ. ეგ კი არა, სხვას ნუ ჩაახედებთ თუ გინდათ. ამდენი იწვალოთ, ამდენი გააკეთოთ, ამდენი რიცხვი ჩაწეროთ, მიუმატოთ, გაამრავლოთ და მერე კიდე არ გამოიყენოთ. როცა გინდათ, მაშინ გამოიყენეთ. კარგი, მე მგონი გამრავლებაზე კარგი გაკვეთილი გამოგვივიდა. სამწუხაროდ ჩვენი დრო იწურება, მინდა რომ დაგემშვიდობოთ, აი ეს დავალება, კაი ბლომად დავალება მოგეცით. გააკეთეთ, გაალამაზეთ და თქვენს მაგიდაზე გქონდეთ ყოველთვის. კარგით, აბა გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.